სული და გული ბოროტებით გაგსავსე და შენი დის ძმის დაქარის შურს რაც არ უნდა იმეორო, რომ მე ვარ წარმატებული, მე ვარ მდიდარი, მე ვარ ასეთი და ისეთი, ეს აფირმაცია არ იმუშავებს, რა თქმა უნდა. ჯერ შენი შინაგანი სამყარო უნდა მოაწესრიგო, გახდე კეთილშობილი, რომ აფირმაცია იმუშაოს. მანამ სანამ აფირმაციებს დაწერდა დღეში 3-4 ჯერ ჩქარ-ჩქარა ამას გაიმეორებ და თუნდაც წარმოიდგენ, იქამდე შენი შინაგანი სამყარო ჯერ შეისწავლე, სად გაქვს ის სიბინძურეები დარჩენილი, რომელსაც გაწმენდა სჭირდება, ეს გამოიკვლიე, გაიწმინდე, გასუფთავდი, რომ შენივე სურვილები სწრაფად დაგესრულდეს, რომ შენ თვითონ იყო ჯანმრთელი და იყო მხნე, რომ ფინანსური კეთილდღეობა გქონდეს. ხალხს საერთოდ არ არის სირცხვილი იმის აღიარება, რომ რაღაცა მოსაწესრიგებელი გვაქვს და რაღაცა გასაწმენდი გვაქვს და რაღაცა ხანდახან ცუდი აზრები გვაქვს. ეს არ არის სირცხვილი. მეც მქონდა ეს და საკუთარ თავზე მუშაობით მოვიწესრიგე, ხო? როგორც ფიზიკურ სხეულს ვასუფთავებთ, თქვათ, თმებს ვიბანთ თუ ვწესრიგდებით, ასე სჭირდება ჩვენს გონებასაც მოწესრიგება და ის ბინძური აზრები თუ ფიქრები, რომელიც გონებაში ავტომატურად მუშაობს, უნდა მოვიშოროთ. არ არის ეს სირცხვილი და თუ ამას ვაღიარებთ, რომ ჩვენც გვაქვს რაღაცა ცუდი აზრები, ცუდი შეხედულებები და დავიწყებთ ამათზე მუშაობას, სწრაფად გავალთ შედეგზე, მაგრამ თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ აი მე ძალიან კარგი ადამიანი ვარ და მე არაფერს ცუდს არ ვფიქრობ და ყველასთვის სიკეთე მინდა, ამას თუ ვიტყვით, ხო? ეს ტყუილია, ვატყვევთ საკუთარ თავს. საკუთარ თავს ვატყვევთ და ამით შედეგზე ვერ გავალთ.